25 თებერვალი არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილის ხუნტას უნდა დაანახოს, რომ ოკუპაცია არ შედგება. ერთხელ 25 თებერვალს შედგა ოკუპაცია, ის ოკუპაცია დასრულდა, შემდეგ ჩვენი დამოუკიდებლობით ოღონდ ეს გაგრძელდა 70 წელზე მეტი და დღეს როგორც არასდროს არა, იმიტომ რომ თუ რამეს გავს, სულისკვეთებით გავს 89-90 წელს, მაგრამ ტრაგიზმით და გამოწვევებით გავს 1921 წელს და უკვე შერჩეული გაქვთ ადგილი, საიდანაც შევუერთდებით მარშს? კი,ავლაბრის მეტროდან ვაპირებ, ასე ვთქვათ, მეგობრებთან ერთად და პარტიულ მეგობრებთან და ისე მეგობრებთან ერთად და მე უკვე ხალხის მდინარეს მივყვებით ყველა. კი, და არ გაჩერდება ხალხის მდინარე. ანონსი არის და ქალაქის ყველა უბანში მაცხოვრებელ ადამიანს თავისი გემოვნების, თავისი გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს აი ამ საერთო საყოველთაო გაფიცვას. ამას დღეს, როდესაც მსოფლიო მართლა ამოყირავებულია და მსოფლიოში ისეთი რაღაცები ხდება, რომელიც ადამიანს უბრალოდ დაამუნჯებს, მაგრამ კიდევ ერთხელ დააფიქრებს ცხოვრებაში, ცხოვრებისეულ არჩევანზე და მორალზე, მათ შორის, რაც არ უნდა ეს მძიმე იყოს. აი ამ ყველაფრის ფონზე კიდევ 100-ჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ აქტივობას. ეხლა ფორები გახსნილია და ერთადერთი რამაც შეიძლება ეს ქვეყანა გადაარჩინოს, დიდი ხნის წვდიად, სამუდამო წვდიად საქართველოს მაინც აცდება, დიდი ხნის წვდიად ეს არის ჩვენი აქტიურობა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი მხარდაჭერა არის. ფეხბურთის მაგალითი რო ვთქვათ, ხო, აი ისე რომ უყვირის ხოლმე რა, ნაქვია, მწვრთნელი რომ ცოტა აგრესიულად, ცოტა ნუაგორავე ბურთს, ანუ ძაან რო გაგიგრძელდება ბურთის გორავი. ვიღაც შეიძლება კონდეს განცდა, რომ ეს ბურთის გორავია და გამწვავება არის საჭირო. მე შემიძლია ერთი რაღაცა ხო, თებერვალი და მარტი არის ძალიან რთული დღეები. ოღონდ რთული დღეები არის ბუნებრივია პროტესტისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, უფრო რთული არის ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ თებერვალ-მარტში ნებისმიერი ხელისუფლების ზიზღი ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნები, ყველაზე მაღალ ნიშნულზე ადის. ასე რომ თუ გვიჭირს დღეს და რაღაცნაირი ის გვაქვს, რომ აი ცივა გვიჭირს, უნდა გვახსოვდეს, რომ იმათ უფრო მეტად უჭირს. კი, გიგი, აი შენამდე მყავდა და თქვენამდე უფრო სწორედ მყავდა სტუმრად რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე და მე სხვათა შორის საზოგადოების წარმომადგენლებს ყოველთვის ვუსვამ ამ კითხვას და შესაბამისად პოლიტიკოსებსაც ვუსვამ ხოლმე აუცილებლად ამ კითხვას და როდესაც ვკითხე რა აკლია ამ პროტესტს თქვენი აზრით, მათ თქვენს რომ აი შესაძლოა აკლდეს რაღაც პოლიტიკური მდგენელი. თქვენ როგორ უყურებთ და პოლიტიკოსები აკეთებენ თუ არა საკმარის იმისთვის, აი თქვენ თქვით რომ შეიძლება ვიღაცა მიფიქროსო, რომ თითქოს დიდხანს გრძელდება ბურთის გორაობა იმაზე მოედანზე, მაგრამ გულწრფელად მინდა მოვისმინო. აი დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, არა პოლიტიკური მარტო, არამედ პოლიტიკური ბრძოლის დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ ძალიან და მართლა გულწრფელად მაინტერესებს, არის რაღაც, რაც შეგიძლიათ პოლიტიკოსებს უფრო მეტი გააკეთოთ. აი ჩვენ სულ ვფიქრობთ ამაზე. მე ხშირად ავიზი ზოგჯერ გაუბრაზებულ ვარ კიდეც ასე ჩემთვის გულში მიფიქრია და ეს კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად და მაინტერესებს. არა, აუცილებლად უნდა დავსვა, რა თქმა უნდა. როდესაც სანამ შედეგი დადგება, შეუძლებელია იყო ადამიანი რაიმეთი კმაყოფილი. მეორე, ყველაზე უფრო მკაცრი სპორტია პოლიტიკა. იმიტომ რომ პოლიტიკა ცნობს ერთადერთ რაღაცას, მარტო გამარჯვებულს ცნობს. დამარცხებულს აღიარებს, იმიტომ რომ ხო არ გაგანადგურებთ, რომ დამარცხებული პოლიტიკაში არავის არ ჭირდება. თუმცა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენი კოლექტიური ნაცმო არ არის პარლამენტში, ეს იყო ჩვენი დაპირება და შევასრულეთ. ექსისულელია, ხა ბოდოებზე მოდი ვილაპარაკებ. ამიტომ სანამ შენ არ გაიმარჯვებ, ანუ სანამ ოპოზიციაში ხარ, ყოველთვის გექნება დამღარო შენ ხარ რაღაცა პოლიტიკურად სუსტი და ვერ აკეთებ რაღაცას. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენ და როგორც კი გაიმარჯვებ, ეს შენი წარუმატებლობები, რომელსაც გაძახებდნენ, გაქრება შარშანდელი თოვლით და არავის არ ახმავ. აიგერ ახანს უკრაინის კონტექსტის გარშემო ვტრიალებთ, ხო, როგორი უსამართლოა, ხო, ეს 3 წლის წინ, როდესაც ამერიკაში ჩავიდა პრეზიდენტი ზელენსკი, ეს მაშინ პირველი გამარჯვების და რეალურად გადარჩენის ტალღა იყო. იყო უდიდესი ეიფორია ორპარტიული კონგრესში და სენატში. შეხვდა წამოდგომა ის რაც ბევრ პრეზიდენტს, კი არა, ბოლო პერიოდების პრეზიდენტს, არც დღევანდელს, არც გუშინდელს
არც იმის წინ არ მაშვებია აქვე, არ ღირსებია, იმიტომ რომ ძალიან გაყოფილია ამერიკული პოლიტიკა. ანუ ეს რატომ მოვიტანე? ეს არის პირველი წელი და უკვე მეორე წელს, ხო? მეორე წელს უკვე საჯარო მიმართვაც კი აღარ ქონდა კონგრესში, იმიტომ რომ ხალხი სხვა იყო, განწყობილებები უკვე სხვა იყო. რატო? იმიტომ კი არა რომ ამან წაგებულიც არ არის, იმიტომ რომ ომი გაიწელა, ხო? იმიტომ რომ შედეგი გაიწელა. აი ესეთი საერთოდ ისეთი მდგომარეობაა, რომ საერთოდ დედაშვილს არ აიყვანს, იმდროს მეგობრებთან ერთად აკვრათ ხუმრობით ვამბობთ, რომ გოლიათი სხვა რო გეგონა, სხვა აღმოჩნდა დავითი და გოლიათის ამბავში თქო. მოკლედ არა, ეს მეორეს მხრივ ალბათ მოსალოდნელი გართულებაა, ესე ვთქვათ. მე მაინც გონია, რომ სტრატეგიული ხაზიდან უკრაინა არ და ვერ გადაუხვევს ეს გაუგებრობაც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ვერბალური არის, რომელიც ანგრევს მსოფლიო წესრიგს და ანგრევს ბევრ რამეს, განსაკუთრებით განწყობილებებს და განწყობილებებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვართ არნახული რამის მომსწრე. იბადება ევროპის იდენტობა. იბადება ევროპის იდენტობა ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიელი იქნება ამავდროულად ევროპელი და პორტუგალიელმა, ფრანგმა, გერმანელმა და ქართველმა და სომეხმა და უკრაინელმა აი ეს დროშა ევროკავშირის ერთნაირად უნდა ვაქნიოთ. მარტო უკრაინელებმა და ქართველებმა კი არ უნდა ვაქნიოთ ეს დროშა. ეს იმიტომ რომ ძირითადი მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ ევროკავშირი არის ტექნიკური გაერთიანება. ტექნიკური გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს ფულის მუშახელისა და რაღაც კაპიტალის შეუფერხებელ გადაადგილებას ადამიანებისაც მათ შორის, ხო? მაგრამ ეს ესე არ არის. აი ამ გამოწვევამ, რომელსაც ევროპა ეხლა თქვა უკვე ნათლად შეეჯახა, ხო? და რომელსაც უკვე დღევანდელი უკვე ახალ არჩეული კანცლერი გერმანიის პირდაპირ საუბრობს, რომ ანუ ამერიკის ინტერესები, მათ შორის ამერიკის ჩართულობა ევროპის საქმეებში შემცირდება, ეს არ დაუწყია ტრამპს, ოღონდ ობიექტურები ვიყოთ, ეს დაიწყო ჯერ კიდევ ობამამ, უბრალოდ ტრამპის პირობებში ამან მიიღო რაღაცა ესეთი ფორმა, რა ფორმითაც შეუძლებელია ომში მყოფ, ეხა რაც არ უნდა პრაგმატიზმით ახსნათ ეს, ხო? ეხა ქართული ოცნება შეძრა და ამერიკელების და კოსპონსორინგი გაუკეთა გაეროს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩინეთმა და ირანმაც კი შეიკავა თავი და მარტო რუსეთმა და საერთოდ გაუგებრობა რამდენიმე აფრიკულმა ქვეყანამ, რომელსაც თავისი კერძო ინტერესები აქვს. ანუ რას ვამბობ? ხო, ყველაფერი შეცვლილია, ყველაფერი ამოყირავებულია და აი ამ ამოყირავებულ პირობებში ყველაზე მთავარია სწორედ მორალური ორიენტირი გქონდეს. და თავარი არის გადარჩენა სხვათა შორის. და ესა კი, და გადარჩენით საბოლოო ჯამში, როდესაც აი ესეთი სიტუაცია, გადარჩენის წინაპირობა არ არის წაკუზვა. არ არის პირმეთმოება და ეს არც ამან არ უშველა, ხო? იმიტომ რომ როდესაც ხარ მტყვანი, როდესაც ხარ გამყიდველი, როდესაც არავის არ უნდი ხარ, აი ქართული ოცნება თითქოს ხო რაღაცნაირად აი იმაში რო არის ცხვირი გავს, პირი გავს, ხო რაღაცა თითქოს ერთნაირად ლაპარაკობენ, იქ თქვათ ახალი მინისტრები ამერიკის, ეს ჩვენი ბედოვლათები, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ლაპარაკია, ამათი აი ეს ლაპარაკიც კი არა დამაჯერებელია, იმიტომ რომ ესენი ყველასთვის არიან აფერისტები. უბრალოდ ჩვეულებრივ ივანიშვილის მთავარი პრობლემა მათ შორის მარტო დასავლეთთან ურთიერთობაში კი არა, რუსეთთან ურთიერთობაშიც. რო იცოდეთ თქვენ ივანიშვილს უბრალოდ ხა მაგათი კაცია და ყურებით უჭირავთ და ეხა ის პარტნიორს ვთქვათ. ნდობა ივანიშვილის მიმართაც არ არსებობს. რუსეთშიც კი არ არსებობს. იმედენად ყველა და ყველაფერი მოწყობილი და გაიძვერა ადამიანის სახელი. ამ არეულ და ამოყირავებულ სამყაროში და აქამდე ოცნება იყო სრულ იზოლაციაში, არალეგიტიმურად მათი ლეგიტიმაცია არავის უღიარებია, თუმცა თუ რამდენიმე ქვეყნის გარდა, რა თქმა უნდა, მე ცივილიზებულ სამყაროზე ვსაუბრობ, თუმცა აი ასეთ შემთხვევაში, აი ხარ აზეცაც საუბრობდი და ყვებოდი, როგორია ტრამპის პოლიტიკა, უკრაინა რა განსაცდელის წინაშეა და საქართველოც არის ცხადია, ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე. უშვებთ, რომ შესაძლოა ივანიშვილმა იპოვოს საერთო ენა ახალ ადმინისტრაციასთან, თუ გაგრძელდება პოლიტიკა, რომელიც იყო აქამდე. ცოტა არის ტესტი ჯერჯერობით ერთი რამე შეიძლება ყოფილიყო და ეს ტესტი ჩაუვარდათ, ანუ სიპაკის, ანუ კონსერვატორების საერთაშორისო
კონფერენციაზე, რომელზეც კობახიძე და მანამდე ღარიბაშვილი იყო, რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდა შარშან-წინ, წელს იყო ვაშინგტონში, ესწრებოდა უკვე ახალი ადმინისტრაცია, სიტყვით გამოვიდა უგრძელესი სიტყვით პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ ეს ჩვენი ბედოვლათები მაინც არ დაპატიჟეს. ანუ არ დაპატიჟეს, იმიტომ რომ ის წითელი ხაზები, რაც ივანიშვილმა გადაკვეთა ამერიკასთან და დასავლეთთან მიმართებაში. ისევ ვიმეორებ, დობის საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეოლოგიური, საერთაშორისო იდეოლოგიური ხაზი ტრამპის და ტრამპიზმის, რომელიც მაგათია ცნობილი, ანუ ევროპის შემთხვევაში Make Europe Great Again, ამ მიმის მიუხედავად და დიდი სურვილების და ჩალიჩის მიუხედავად, იმიტომ რომ ივანიშვილმა დაიქრავა ორი კომპანია ვაშინგტონში, ლობისტური კომპანია, მაინც ვერ მოხვდნენ იქ და ერთადერთი მართლა რასაც ქვია პირდაპირ მნიშვნელობით ჩალიჩი და დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია რაღაც ჩალიჩების საშუალებას იძლევა, ყველა დაწყობილია და მთელი მსოფლიო რაღაცას ჩალიჩობს, ესენიც რაღაცას ესე წვალობენ, მაგრამ შედეგი არ აქვს, იმდენად სახელგატეხილია, მათ შორის რაც მთავარია, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რაღაცა. ეხლა ეს რაღაცა ფლირტი რუსეთთან იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკას მეგობარი გახდა და რუსეთი პირველი მეგობარია და არ იქა ეს ყველა პრობლემა მოხსნილი. ეს ესე არ არის და ეს რამდენიმე თვეშიც, ან შეიძლება კვირაშიც გამოჩნდება, რომ ეს ესე არ არის, არსებობს სახელმწიფო ინტერესები და ამ წითელი ხაზები, რომელიც ივანიშვილმა გადაკვეთა და მისი ესე თქვა შემოbrunება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. უბრალოდ აქაც ისე ვიმეორებ, აქაც ისე ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუ ჩვენ ხალხი გავჩერდებით, საქართველო არის დაღუპული. საქართველო ეხლა ფაქტიურად მომთვალს მოვიტყოთ, საქართველო ორმოშია უკვე. საქართველო არც ერთი განხილვის თემა არ არის. საქართველო არავის არ აინტერესებს ამ წუთას, იმიტომ რომ არის გაცილებით ტკივნეული ბევრი, მათ შორის თუ რეგიონზე ვლაპარაკობთ, აგერ უკრაინის თემა, აქეთ ისრაელის ხამასის ომია, ასე შემდეგ, ბევრად საკითხებია და თუ ჩვენ გავჩერდებით ეს ამბავი შეიძლება, რავი, 10 წლეულებით იმას აქვს, იმიტომ რომ თავს ახლა არავინ არ მოიკავს უცუდესი სიტუაცია. მეორეს რო გითხარით, ევროპის ჩამოყალიბება ხდება და ეხლა არის შანსი, რომ აი ამ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და გეოგრაფიაში ჩაეწეროს საქართველო და სხვათა შორის სომხეთიც. ოღონდ ეს იქნება მეტად ჩვენზე დამოკიდებული და უკვე ევროპა როგორ იმოქმედებს და მე და იმ შემთხვევაში თუ კი აქ დაინიშნება ახალი არჩევნები